8 მარტია. 8 მარტია. 8 მარტია. ეხლა 8 მარტია რაფერ შუაში არ არის სინამდვილეში, მაგრამ მაინც რაღაც შუაში არის. იგი მინდა ვისაუბროთ კოცნაზე. კოცნაზე, რომელიც გამოხატავს სიყვარულს, რაღაც რომანტიულიც არის, დაუვიწყარიც არის პირველი, იგი პირველი. და ძალიან დავინტერესდი, რაღაც კვლევები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში კოცნა, ოღონდ არა მხოლოდ ემოციური ნაწილი, ფიზიოლოგიურადაცო. ეგეთი გამოთქმაც არის. ერთი კოცნაო, ეგ იმისგან შორს გამყოფებთო. ანუ ჯანმრთელობისთვის კარგიო. გინდათო იმუნიტეტი? მიდით და აკოცეთოთ საყვარელ ადამიანსო, ხო და ზუსტად ეს მინდა ახლა გავარკვიოთ, თან ცოტა რიგით გოგოური თემაა, მაგრამ თან ძალიან სამედიცინო თემაა, რომ აი როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე და ფიზიოლოგიაზე კოცნა, რა სარგებლობა მოაქვს და არის თუ არა რამე ის რაც უნდა ვიცოდეთ საფრთხის კუთხით. მოდი მაშინ ჩამოთვალოთ იქა, დადებით თვისებები. ნუ ჩვენ მანამდეც გვილაპარაკია, რომ ეს კოცნა რამდენი წამი უნდა გრძელდებოდეს თუ ხო, მაგრამ ეს იყო ის არა ქვია, კაცების სარგებელი იყო მაინც თიწილად, რომ კაცების ცხოვრებას აღგრძელოთ. ეხლა გალებიცად მაინტერესებს რა მარტია. ორივე სარგებლობს მაგითი რატომ კაცის და ქალის. აბა როგორ გინდა? ლოგიკურია ლევან გეხმართ გეთანხმები. ზოგადად, კოცნა ერთგვარი ბუსტერია ჩვენი ბედნიერების ჰორმონებისთვის. ბუსტერი არის. ბუსტერე. თუ შფოთვა გაქვთ, დასტრესილი ხართ, ცუდ ხასიათზე ხართ, კოცნას შეუძლია რომ გქონდეს ელიქსირის ეფექტი. დაგეხმარებათ რელაქსაციაში, სასიცოცხლო ენერგიას დაგვიბრუნებს, აღგვიდგენს. ეს ყველაფერი რატომ? თიკა. იმიტომ რომ ამ დროს ტვინში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ბედნიერების ჰორმონი, როგორიც არის სეროტონინი, დოპამინი და ოქსიტოცინი. ეხლა სად დავარიცი ფიქრით? ძინარებზე თუ ნახავთ თავა, რო აკოცებს, რო აღვიძებს, აი იქ ვარ. ზუსტად მაგიტომაც მოხდა ეს ყველაფერი. ყველაფერი. და იმიტომ, აი ხედავ რა ძალა ქონია? გააღვიცა ის გოგო ერთმა კოცნამ. ამდენი სეროტონინი გამოიყო. ხო, ბედნიერება გამოიყო და გაცოცხლდა. კაი, მეორე ეს არის ასევე ანუ ამის ენდორფინების გამოყოფით ხდება ვაზოდილატაცია, ანუ სისხლის გაფართოვება. კაი, ესე გიჟივით გამოიყოფა, რომ უკვე სისხლის გაფართოვება მოყვება? ხო, ნუ ჩვენ არ გვჭირდება ძალიან დიდი კონცენტრაცია. არა? არა. მცირედ. აი, ეს უკვე გამოიყოფა? არა, ფლატმასი არა. ეხლა მასე ჰაერში. ხო, ნუ გააჩნია ზოგს. ასაკს გააჩნია, შეიძლება მაგიც გეხოს. ხო. და პაზმური ტკივილი შეუძლია რომ მოხსნას. ამიტომ აი შეიძლება ქალბატონები რო იძახიან რომ ძირფასად ეს თავი ტკივაო, ანუ პირიქით უნდა უთხრას, ანუ თავი ტკივა და მაკოცეო. არასწორად გწოდნია ჩვენ. თავი ტკივა და მაკოცეო. აქეთ არის. კი, პირიქით. და მოვათ რომ როდესაც ყველა მამაკაცი იქნება ბედნიერი, ქალს რომ თავი ეტკივა. აი ეგრე. რომ გალი თვითონ თხოვს მიყველე. კარგია. მე კიდე ვიცი, გამიგეკეთი რაღაცა რომ აი ერთი კოცნა, სადღაც 8-12 კალორიას აწვევინებს ადამიანსო. ანუ ეხა ეს ისე არ გავიგოთ რომ დაუშვათ ეხა ფიზიკური აქტივობის შენაცვლება, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ დაგეზარათან არ გამოვიდა იმ დღეს ფიზიკური აქტივობა, გადათით კოცნაზე. გადათით ჩაანაცვლეთ კოცნით. აწვავს კალორიებს. რადგანაც თქვით რომ აფართოებს სისხლძარღვებს ხო ვახსენეთ ეს ყველაფერი რომ შესაბამისად და ამიტომ კალორიებსაც წვავს. ეხლა მოდის. ხო, რა თქმა უნდა. ის ცემა აჩქარდა რაღაცა. ახლა გაფართოებას რა მოყვება? წნევა ვარდება, ანუ ისე კი არა რომ ვარდება, თაბლაწევს წნევას, ამ შვიდებს. სიმშვიდეში გადაყავს ადამიანი. ამ დროს გული ჩქარდება. წუთმოცულობა იზრდება გულის მიერ გადასრული სისხლის და შესაბამისად ორგანიზმი, მთელი ორგანიზმი კარგად მარაგდება სისხლით. ხედავში. ფრიალები. ფრიალებს ხსნის? თუ პირიქით ააფრიალებს? ააფრიალებს. ხო, მაგრამ ნუ თან არეგულირებს წნევას. ნუ ერთ-ერთი ცუდი რაც შეიძლება და საშიში რაც შეიძლება ამას მოყვეს, ანუ ჩვენ ვიცით რომ ანუ დავუშვათ ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის აირწვითოვანი გზა. ჩვენ ვართ რაღაცა ინკუბაციის პერიოდში რაღაცა ვირუსული ინფექციის, ანუ ამ კოცნით შეიძლება რომ გადავდოთ, გავავრცელოთ. ამიტომ ამ პერიოდში უნდა მოვერიდოთ კოცნისგან თავი. ანუ შემდეგში ესე იქნება ძვირფასო თავი მტკივა, მაგრამ დღეს მე მგონი აირწვითოვანი გზებით. აჰა, აი, მაგას დაამატეთ. არგუმენტირებული იქნება. კი, სხვა დროს. ანუ უკვე დიფერენცირება შეგვიძლია გავაკეთოთ. ინკუბაციის პერიოდი მაგდები ვირუსის და ინკუბაციის არის ეს თუ სხვანაირი თავის ტკივილი. კეთილი. ესე იგი, მე არ მგონი ახლა პარტნიორთან ესეთ რაღაც კოცნის განწყობა რო გაქვს, ხა იფიქრო იმაზე, რომ რამდენად ის ვირუსებულია და გადამდებს თუ არაო. პრინციპში გამოიკვეთა რომ საერთო ჯამში მე უარყოფით მხარეს ვერ ვხედავ
მკოცნასთან დაკავშირებულს, რომელიც ცუდად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობას. ახლა კოვიდის დროს გავიგეთ. ხო. საერთოდ კოცნა კი არა და სხვა ოთახშიც უნდა ყოფილიყო პაციენტი და ალბათ ასეც არის ეხლა, როცა ესეთი ინკუბაცია, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნუ შეიკავებთ თავს კოცნისგან, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი ყოფილა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ემოციური ნაწილისთვის, გულისთვის, სულისთვის, გონებისთვის და თავის ტკივილისთვის. მადლობთ, დიდი მადლობა. აი ესეთი რაღაცნაირი დასასრული გვაქვს. დღეს კვირადღეა, გამოიყენეთ ეს კვირადღე, როგორც გენებოთ ისე, თუმცა კოცნას ჩართეთ ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან კარგი ყოფილა, როგორც ექიმები გვეუბნებიან, დანიშნული. და ასევე დანიშნულია ჩვენი შეხვედრის შემდეგი თარიღი, ეს გახლავთ შაბათი დღე, ასე რომ გელოდებით უკლებილ ყველას. დროებით.